შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს და მიმართავს პოლიტიკურ შანტაჟს. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის ადვოკატები ავრცელებენ. მმართველი გუნდის შეფასებით ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. შვეიცარიული ბანკი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ქართულ გამოძიებასთან ართან ამშრომლობს. გიორგი ბაჩიაშვილი პასუხს არცემს შეკითხვებს თუ რატომ მალავს თავად საკუთარ ანგარიშებს. Ერთი მან უნდა თქვას რომელ ორგანიზაციაში იცავს და როგორ აფინანსებს, იმიტომ რომ აქ უკვე არალეგიტიმური წყარო ერთი გამოჩნდა, აი გამჭვირვალობის კანონს რომ ეჭიდავებოდნენ, აგერ უკვე საკუთარი პირით უთქვამს ადამიანს, რომ არალეგალურად აფინანსებს და წყაროც ძალიან საინტერესოა, რამდენადაც ირონიულადაც არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, რომ მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით როგორც ჩანს გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ქართული ოცნების და საქართველოს წინააღმდეგ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში დააფინანსოს აქციები და როგორც ჩანს ის ერთ-ერთი მსხვილი დაფინანსებელი ამ აქციებისა, თუმცა იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია, ამიტომ რომ გარედან ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი თანხობრივი მათ შორის არა მხოლოდ სხვა სახის რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცების თვითორგანიზებით რომ გონიათ თითქოს დადიან იქ. Urchans ძალიან ბევრი რამე აქვს გასამალი და სწორედ ამიტომაც ბანკი გარკვეული ძალების დავალებით ერთი მხრივ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს და მეორე მხრივ ეხმარება ბაჩიაშვილის სიმართლის დამალვაში, რადგან თუ ბაჩიაშვილს დასამალი არაფერი არ აქვს, მასე აღძრული საქმეებიდან გამომდინარე თავად უნდა იყოს დაინტერესებული შესაბამისი მტკიცებულების წარმოქმნით. ინტერესი ამ შემთხვევაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იყო, რომ ეს ქვეყანა ნებითუნებრივად შესულიყო სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში, რუსეთთან იქნებოდა ეს სანქციების დაწესება, მებრძოლების გაგზავნა, საზღვრების დაკეტვა, სივრცის ჰაერის დაკეტვა და ასე შემდეგ. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და სწორედ აი ამ სამწუხაროდ საბედნიეროდ აქედან იწყება მთელი ის შეტევა, უფრო მასშტაბური შეტევა, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებისადმი და იმ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რომლებიც ამ ქვეყანაში წარმოადგენენ მშვიდობის გარანტს და სტაბილურობის გარანტს და მათ შორის, რა თქმა უნდა, სათავეში არის ბატონო ბიძინა ივანიშვილი. ერთ შემთხვევაში ხელოვნურად უსამართლოდ ხელს უშლიან კლიენტს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს თავის თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით და მეორე შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმე ორზე აღძრული თუ ასწრები ერთზე ბრალდებულია და მეორეზე მიდის გამოძიება, ამ შემთხვევაში ბაჩიაშვილის მიმართ პირიქით მიდის ხელის დაფარების პოლიტიკა. ანუ უკვე აღარერიდება გლობალური ომის პარტია, იგივე Deep State-ი, აი ესეთ ღია დაპირისპირებას მშვიდობის მიმართ, ღია დაპირისპირებას ოჯახური ღირებულებების მიმართ და აი ეს შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის როგორც Credit Suisse-თან, ასევე ახლა მეორე ბანკთან არის მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ებრძვიან ნებისმიერ პირს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ მშვიდობას და ოჯახურ ღირებულებას.